გადაწყვიტა, რომ დატოვოს სამართლებრივი სივრცე, რომ ის წავიდეს არასამართლებრივი გზით. მან გადაწყვიტა მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა, მას უნდა დაიქვემდებაროს ყველა მედია, მას უნდა დახუროს რუსთავი 2. ეს ნიშნავს იმას, რომ ოცნება აცნობიერებს, რომ ის ვერ მოიგებს არჩევნებს ამ გზით და ამიტომ სურს სამართლებრივი სივრციდან გასვლა. ამ სივრცეში დაბრუნება, სამართლებრივ სივრცეში დაბრუნება, სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა და ასევე ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლება ივანიშვილი გავიდა სამართლებრივი სივრციდან და ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს დააბრუნოს ამ სივრცეში, ეს არის ხალხი, ეს არის ქართველი ხალხი, რომელმაც არჩევნებში უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ იყოს მართველი ამ ქვეყნისა, ბიძინა ივანიშვილი თუ პოლიტიკური ძალა, ნორმალური პოლიტიკური ძალა, რომელიც გააგრძელებს ამ ქვეყნის მშენებლობას. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციას ყველა პოლიტიკურ ძალასთან. იმისათვის, რომ გავმართოთ ფართო მასშტაბიანი აქციები, იმისათვის, რომ გადავაყენოთ ეს ხელისუფლება და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები. ეს თავისუფლება არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის საბრძოლი. ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის, ეს არის ყველა ინტერესთა ჯგუფის ინტერესი. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები იმისათვის, რომ დავამთავროთ ეს ხელისუფლება. ეს იქნება სამართლიანი კონსტიტუციური გზა.